იმედი მაქვს, რომ ერთობით, როდესაც ჩემს დაჭერას ცდილობთ. გაზის კამერის არ მეშინია, იმიტომ რომ ის სამოთხეში უფრო სწრაფად მომახვედრებს. ახლა საკმარისი რაოდენობის მონა მყავს, რათა ჩემ ნაცვლად იმუშაო. სერიული მკვლელი ზოდიაკოს მიერ განხორციელებული მკვლელობები მოხდა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში და მის ოლქში, ასევე ქალაქებში ვენეცია, ვალიეხო და ნაპას ოლქის ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზე. 1969 წლიდან 1974 წლამდე კალიფორნიის მასშტაბით მდებარე გაზეთები და სამართალდამცავი ორგანოები იღებდნენ უამრავ ორთოგრაფიული შეცდომებით სავსე, შემაშფოთებელ წერილებსა და შიფრებს უცნობისგან, რომელმაც საკუთარ თავს ზოდიაკო დაარქვა. შეტყობინებები ხშირად იწყებოდა სიტყვებით, ეს ზოდიაკო ლაპარაკობს და ხელმოწერილი იყო სიმბოლოთი, რომელიც ჰგავდა სამიზნის ჯვარედინ ხაზებს. ის მკვლელობებითა და აფეთქებებით იმუქრებოდა, თუ მისი წერილები არ გამოქვეყნდებოდა. მის მიმოწერაში შედიოდა 4 კრიპტოგრამა ან შიფრი. 2 გაშიფრული იქნა 1969 და 2000 წლებში, ხოლო 2 მიჩნეულია ამოუხსნელად. საშუალო სკოლის მოსწავლეები 16 წლის ბეთი ლუ ჯენსენი და 17 წლის დევიდ ართურ ფარადეი 1968 წლის 20 დეკემბერს მოკლეს. ფარადეი ვალიეხოში მაღალი კლასის მოსწავლე იყო. საღამოს 9-ის ნახევარზე ფარადეიმ ჯენსენს გაუარა და წყვილი ჯენსენის ერთ-ერთ მეგობარს ესტუმრა. საღამოს 9 საათის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ ვალიეხოს გარეუბანში და გაჩერდნენ ეგრეთ წოდებულ შეყვარებულთა შესახვევში ლეიქ ჰერმან როუდზე. 11-ის ნახევრიდან 11 საათამდე წყვილი გამულელმა მძღოლმა შეამჩნია. მათი მანქანა ხრეშიან გზაჯვარედინზე იყო გაჩერებული წყლის სატუმბის სადგურის ჭიშკართან. ისინი კვლავ შეამჩნიეს 12 საათზე. ღამის პირველი 5 წუთიდან პირველი 10 წუთამდე ფარადეის და ჯენსენს თავს დაესხნენ. პოლიციამ დაადგინა, რომ თავდამსხმელმა თავისი მანქანა ფარადეის მანქანასთან მძღოლის 3 მეტრის მანძილზე გააჩერა. მან რამდენიმე გასროლა მოახდინა ფარადეის მანქანის მიმართულებით. არც ერთმა გასროლამ არ დააზიანა ფარადეი და ჯენსენი. წყვილი სასწრაფოდ შეეცადა სამგზავრო კარიდან გადმოსვლას. ჯენსენმა ეს მოახერხა. ფარადეის გადმოსვლის დროს კი მკვლელმა თავში 22 კალიბრის პისტოლეტით ესროლა. თავდამსხმელი შემდეგ ჯენსენს დაედევნა, სანამ ის გარბოდა. 6 გასროლა მიაყენა მას სურგში და მხოლოდ 1 ააცილა. პოლიციის თეორიით, მთელი თავდასხმა 2-3 წუთს გაგრძელდა. ღამის პირველ საათზე გამვლელმა მძღოლმა წყვილის ცხედრები შეამჩნია და პოლიციას შეატყობინა. ჯენსენი გარდაცვლილი იყო. ფარადეი ჯერ კიდევ სუნთქავდა. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. არ იყვნენ მოწმეები და არ იყო გამოსადეგი საბურავის ან ფეხის ანაბეჭდები. ერთადერთი მოტივი, რაც პოლიციამ შეძლო დაედგინა, იყო ვიღაცის შეშლილი სურვილი. უბრალოდ ვინმე მოეკლა. მომდევნო თვეებში ინტენსიური გამოძიების მიუხედავად, არც ერთი სავარაუდო ეჭვმიტანილი არ გამოვლენილა. იმის მიუხედავად, რომ მკვლელობები მედიის მიერ ფართოდ გაშუქდა. 22 წლის დარლინ ფერინი და 19 წლის მაიკლ მეჯო დახვრეტილი იქნენ 1969 წლის 4 ივლისის შუაღამის შემდეგ მალევე. ფერინი პოპულარული იყო ვალიეხოში ადგილობრივ რესტორანში მუშაობის გამო, სადაც ის მეჯოს შეხვდა. 4 ივლისს ისინი პაემანზე წავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ფერინი დაქორწინებული იყო. ისინი მეჯოს სახლში დაახლოებით 12:50 წუთზე მივიდნენ. სახლიდან წასვლისთანავე კი წყვილმა შენიშნა, რომ უცნობი მამაკაცი ღია ფერის მანქანით მიყვებოდათ. ფერინი ვალიეხოდან ლეიქ ჰერმან როუდის მიმართულებით გაემართა. შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე მან თავისი მანქანა ბლუ-როკ პარკის ცარიელ ავტოსადგომზე შეაყენა. ეს იყო კიდევ ერთი შეყვარებულთა შესახვევი. ფერინმა მანქანა სადგომის შესასვლელიდან 20 მეტრის მოშორებით გააჩერა. კიდევ ერთი მანქანა დაახლოებით 25 მეტრის დაშორებით მათ მარცხნივ გაჩერდა. მძღოლმა ფარები გამორთო და უძრავად იჯდა. მეჯომ ჰკითხა, ვინ იყო მძღოლი. ფერინმა კი უპასუხა, არ ენერვიულა. უცნობი მოულოდნელად მოშორდა გაჩერებულ წყვილს. 5 წუთის შემდეგ უცნობი დაბრუნდა, გაჩერდა მეჯოს მხარეს, წყვილის მანქანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით და გადმოვიდა.
ის მანქანაში მჯდომ ფერინს ფანით ანათებდა სანამ მიუახლოვდებოდა. იმის ვარაუდით, რომ ის პოლიციელი იყო, წყვილმა მეჯოს მხარეს ფანჯარა ჩამოწია. ამ დროს სიტყვის უთქმელად უცნობმა 9 მმ-იანი პისტოლეტიდან მანქანისკენ დაისროლა. ერთი ტყვია მეჯოს მარჯვენა მკლავში მოხვდა, მეორე კი ფერინს კისერში. მეჯომ სცადა მანქანიდან გადასვლა, მაგრამ მისი კარის სახელური მოხსნილი იყო. თავდამსხმელი თავის მანქანაში დაბრუნდა, კარი გააღო და რაღაც გააკეთა, რაც მეჯოს არ შეეძლო დაენახა. სანამ მეჯო ცდილობდა მანქანიდან გადასვლას, უცნობმა მას და ფერინს კიდევ ორჯერ ესროლა. მკვლელი სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და გოლფის მოედნის მხარეს გაემართა. დამნაშავემ ყვალი არც ამჯერად დატოვა. ცოტა ხანში სამმა თინეიჯერმა ავტოსადგომზე დაჭრილი წყვილი შენიშნა და დახმარება გამოიძახა. პოლიცია პირველის 30 წუთზე მივიდა. 20 წუთის შემდეგ ფერინი საავადმყოფოში გარდაცვლილად გამოცხადდა. მეჯო კი გადარჩა და აღწერა თავდამსხმელი, როგორც მძიმეწონიანი თეთრკანიანი მამაკაცი, დაახლოებით 178 სანტიმეტრის სიმაღლის. მან თავდამსხმელის წონა დაახლოებით 90 კილოდ შეაფასა, დიდი სახით და ხვეული ღია ყავისფერი თმით. მკვლელს მუქი ტანსაცმელი ეცვა და სათვალე არ ეკეთა. ეს დეტალები არ იყო საკმარისი ეჭვმიტანილის გამოსავლენად. 1 საათის შემდეგ ვალიეხოს პოლიციის დეპარტამენტმა მიიღო სატელეფონო ზარი ტაქსოფონიდან, რომელიც მათი შტაბ-ბინიდან 2 კორპუსის მოშორებით იყო. ხაზის მეორე ბოლოში მყოფი მამაკაცი ამბობდა, მინდა ორმაგი მკვლელობის შესახებ შეგატყობინოთ. თუ კოლუმბუს პარკვეიდან აღმოსავლეთით 1 კილომეტრით წახვალთ, საზოგადოებრივ პარკში იპოვით ბავშვებს ყავისფერ მანქანაში. ისინი დაუხვიდეთ 9 მმ-იანი ლუგერით. მე მოუკალი ის წვილიც შეყვარებულების მოსახვევში შარშან. ნახვამდის. მეჯომ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა იმის თაობაზე, იცნობდა თუ არა ფერინი თავის მკვლელს. საავადმყოფოში მან განაცხადა, რომ დარლინ ფერინი მკვლელს არ იცნობდა. სხვა დროს კი მან თქვა, რომ თავდამსხმელის სახელი იყო რიჩარდი. ფერინის დამ ასევე განაცხადა, რომ მისი დის ერთ-ერთ შეყვარებულს რიჩარდი ერქვა. ზოდიაკოს შემდგომ მიმოწერებში კი ის ფერინს მხოლოდ გოგონას უწოდებდა. ფერინი იცნობდა მანამდე მოკლულ ბეტი ლუ ჯენსენს და დევიდ ფარადეის. ის ჯენსენისგან ახლო მანძილზე ცხოვრობდა. არსებობს ფერინის და უცნობი მამაკაცის სურათი, რომელიც ზოდიაკოს ესკიზს ძალიან ჰგავს. 2011 წელს პოლიციამ განაცხადა, რომ ფოტო გადაღებულია სან-ფრანცისკოში 1966 ან 1967 წლებში. 1969 წლის 1 აგვისტოს ვალეხო თაიმსმა, სან-ფრანცისკო ქრონიკელმა და სან-ფრანცისკო ეგზამინერმა მიიღეს წერილები, რომლებიც დაწერა ვიღაცამ, ვინც ვალეხოში მომხდარი თავდასხმები თავის თავზე აიღო. ეს სამი წერილი თითქმის იდენტური იყო და იწყებოდა სიტყვებით: მე ვარ მკვლელი იმ 2 თინეიჯერის, რომლებიც გასულ შობას ლეიქ ჰერმანთან მოუკალი. სამივე წერილი სავსე იყო მართლწერის შეცდომებით და წარმოადგენდა პირველ დადასტურებულ კავშირს ვალიეხოში მომხდარულ ცალკეულ თავდასხმას შორის. გაზეთებისთვის გაგზავნილ სამივე წერილსთან ერთვოდა განსხვავებული კრიპტოგრამა, ისინი კი ერთად ქმნიდნენ შიფრს, სიმბოლოთ ისი-408. წერილის გამომგზავნი აცხადებდა, ამ შიფრშია ჩემი ვინაობა. ის მოითხოვდა, რომ კოდები დაბეჭდილიყო თითოეული გაზეთის პირველ გვერდზე. თუ ეს არ მოხდებოდა, ის იმუქრებოდა, რომ მთელი შაბათ-კვირა იმოგზაურებდა და ღამით მარტოხელა ადამიანებს დახოცავდა, შემდეგ კი ისევ გააგრძელებდა მოკლას. ქრონიკელმა კრიპტოგრამის მე-13 2 აგვისტოს გამოცემაში გამოაქვეყნა. იგივე გვერდზე თანმხლებ სტატიაში ვალიეხოს პოლიციის უფროსმა ჯეკ ეისტილცმა კითხვა, ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, რომ წერილი მკვლელმა დაწერა. მან მკვლელს სთხოვა მეტი ფაქტი გამოეგზავნა თავისი ვინაობის დასამტკიცებლად. 4 აგვისტოს სან-ფრანცისკო ეგზამინერმა ისევ მიიღო წერილი მისალმებით: ძვირფასო რედაქტორო, ეს ზოდიაკო ლაპარაკობს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მკვლელმა საკუთარ თავს ეს მეტსახელი შეარქვა. მედიისთვის გაგზავნილ ამ მეორე წერილში მკვლელი ბევრად უფრო ვრცლად წერდა. მან სიამოვნებით შეასრულა პოლიციის უფროსის სტილცის მოთხოვნა, ორივე მკვლელობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების შესახებ. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ როგორ ესროლა მაიკლ მეჯოს. ის ამბობდა, რომ ფანარი იარაღზე ჰქონდა მიმაგრებული, რათა სიბნელე შეადვილად დაიმიზნებინა.
4 აგვისტოს წერილმა გამომძიებლებს ასევე დაუტოვა შიფრის 408. მკვლელი ამბობდა, როდესაც ისინი შიფრს გატეხავენ, ჩემს სახეს დაინახავენ. როგორც გამოძიების ფედერალური ბიურო FBI, ასევე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო CIA ცდილობდნენ დაშიფრული კოდის 408-ის გაშიფრვას. თუმცა დაშიფრულმა შეტყობინებამ ზოდიაქოს ვინაობა არ გამოავლინა. შეტყობინება სავსე იყო მართლწერის შეცდომებით და მოიხსენიებდა რიჩარდ კონელის 1924 წლის მოკლე მოთხრობას, სახელად ყველაზე საშიში თამაში. ზოდიაქო განმარტავდა, რომ მკვლელობა იყო მონების შეგროვების საშუალება მისი შემდგომი სიცოცხლისთვის. მე მომწონს ადამიანების მოკლა, რადგან ეს ძალიან სახალისოა, უფრო სახალისოა ვიდრე ველური ნადირის მოკლა ტყეში, რადგან ადამიანი ყველა ცხოველზე საშიშია. მოკლა მაძლევს ყველაზე ამაღლებელ განცდას, ეს უკეთესია ვიდრე გოგოსთან გართობა. აქ საუკეთესო ნაწილი კი ისაა, როცა მოუკვდები, ხელახლა დავიბადები სამოთხეში და ყველა, ვინც მე მოუკალი, ჩემი მონები გახდებიან. მე არ მოგცემთ ჩემს სახელს, რადგან შეეცდებით შეანელოთ ან შეაჩეროთ ჩემი მონების შეგროვება ჩემი შემდგომი სიცოცხლისთვის. ვალეხოს პოლიციის შერიფმა კალიფორნიის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ფსიქიატრს სთხოვა ზოდიაქოს შეტყობინების გაანალიზება. ექიმმა დაასკვნა, რომ ის ყოვლის შემძლეობას განიცდიდა სულიერი მონების შეგროვების ფანტაზიის საფუძველზე. ფსიქიატრმა ივარაუდა, რომ მკვლელის ქების სიტყვები მკვლელობის სექსზე უპირატესობის შესახებ შეიძლება იყოს არასრულფასოვნების გამოხატულება. 1969 წლის 27 სექტემბერს საღამოს 4 საათზე Pacific Union კოლეჯის სტუდენტები 20 წლის ბრაიან ჰარტნელი და 22 წლის სესილია შეპარდი პიკნიკობდნენ ბერიესას ტბაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეპარდმა შენიშნა მამაკაცი, რომელიც მათ უთვალთვალებდა. როდესაც ის ხის უკნიდან გამოვიდა, თავზე შავი ჯალათის ქუდი დაიფარა, რაზეც შავი სათვალე ჰქონდა მიმაგრებული. მან 45 კალიბრიანი იარაღი ამოიღო და თქვა, რომ ის ციხიდან გაიქცა მცველის მოკვლის შემდეგ და მათ მანქანა და ფული სჭირდებოდა მექსიკაში გასამგზავრებლად. ზოდიაქომ შეპარდს აიძულა ჰარტნელი თოკის წინასწარ მოჭრილი ნაჭრებით შეეკრა. ჰარტნელი კვლავ თვლიდა, რომ მათ ძარცვავდნენ. ამ დროს ზოდიაქომ დანა ამოიღო და მათ ჩაარტყა. ჰარტნელმა 6 ჭრილობა მიიღო, შეპარდმა კი 10. ზოდიაქომ ტერიტორიაზე რამდენიმე ნაკვალევი დატოვა. მკვლელმა ასევე ჰარტნელის მანქანის კარზე შავი ფლომასტერით დახატა იარაღის სამიზნის მსგავსი სიმბოლო და მის ქვეშ დაწერა. კვალი იყო 20 დეკემბერი 1968, 4 სექტემბერი 1969, 27 სექტემბერი 1969 და ბოლოს 7:30 წუთი. მსხვერპლთა ყვირილის გაგონების შემდეგ მათთან მეთევზე და მისი ვაჟი მივიდა. მანამდე ჰარტნელმა კბილებით გაუხსნა შეპარდს თოკები. წყვილს სასტრაფო დახმარების მოსვლამდე დახმარება პარკის 2 რეინჯერმაც გაუწია. შეპარდი გონზე იყო და დეტალურად აღწერა თავდამსხმელი. ის და ჰარტნელი გადაიყვანეს ნაპაში მდებარე საავადმყოფოში. შეპარდი ტრანსპორტირების დროს კომაში ჩავარდა. ის გონს აღარასოდეს მოსულა და 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ჰარტნელი გადარჩა და თავისი ამბავი პრესას მოუყვა. This came out since then, but he told me or to the girl or anything. I really didn't consider this, but I ზოდიაქომ დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 47 კილომეტრი გაიარა ნაპას ცენტრში მდებარე ავტოსამრეცხაომდე. იქ კი ტაქსოფონი გამოიყენა ნაპას ოლქის შერიფის დეპარტამენტში დასარეკად. მან მორიგეს უთხრა, რომ სურდა ორმაგი მკვლელობის შესახებ შეტყობინება და დანაშაულის აღიარება. ტაქსოფონი შერიფის ოფისიდან რამდენიმე შენობის მოშორებით მდებარეობდა. დეტექტივებმა ტელეფონიდან სველი ხელის ანაბეჭდი აიღეს, მაგრამ ვერასდროს შეძლეს მისი რომელიმე ეჭვმიტანილთან შეხამება. ზოდიაქოს ბოლო დადასტურებული მკვლელობა ბერიესას ტბაზე წინა თავდასხმიდან 2 კვირის შემდეგ მოხდა. 11 ოქტომბერს დაახლოებით საღამოს 1:40 წუთზე სან-ფრანცისკოს ცენტრში ზოდიაქომ ტაქსი დაიჭირა, რომელსაც დოქტორანტი პოლსტაინი მართავდა. როდესაც ტაქსი ვაშინგტონისა და მეიპლის ქუჩებთან მივიდა, მკვლელმა კიდევ ერთი კორპუსით წინ წასვლა მოითხოვა. ვაშინგტონისა და ჩერის ქუჩების კუთხეში დაახლოებით 10 საათზე ზოდიაქომ სტაინს თავში ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა და მისი საფულე და მანქანის გასაღები წაიღო.
3 თინეიჯერმა დანაშაული სტაინის ტაქსთან მდებარე მოპირდაპირე სახლიდან დაინახა. ზოდიაკოს სახე აშკარად ჩანდა ქუჩის განათებით. თინეიჯერები უყურებდნენ, როგორც ჩხრეკდა მკვლელი სტაინის ტანსაცმელს. სანამ ზოდიაკო ტაქსის მანქანას გაეცლებოდა, ბავშვებმა სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტს დაურეკეს. მათ დამნაშავე აღწერეს, როგორც მსუქანი თეთრკანიანი მამაკაცი, მუქი ან შავი ქურთუკით. ზარიდან სულ რაღაც 2 წუთის შემდეგ ორმა ახლომდებარე საპატრულო ოფიცერმა რადიო დისპეჩერს გადაცა, რომ მათ დაინახეს თეთრკანიანი მამაკაცი მუქ ტანსაცმელში, რომელიც ჩრდილოეთით მიდიოდა. მათ მანქანა მამაკაცის გვერდით გააჩერეს და ჰკითხეს, ხომ არ უნახავს რაიმე საეჭვო. მამაკაცმა დაადასტურა, რომ მან დაინახა ვიღაც იარარისქნევით აღმოსავლეთით როგორ მიდიოდა. ოფიცრები სასწრაფოდ გაეცალნენ. ზოდიაკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ის იყო ის მოწმე, რომელიც ორ ოფიცერს ესაუბრა. როდესაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, სტაინი გარდაცვლილად გამოცხადდა. პოლიცია თვლიდა, რომ მკვლელობა ძარცვის შედეგი იყო. თუმცა ზოდიაკომ პოლ სტაინის სისხლიანი მაისურის ნაჭერი სან-ფრანცისკო ქრონიკელს 13 ოქტომბერს გაუგზავნა. მან ის წერილში ჩადო, სადაც მკვლელობით ტრაბახობდა და ამტკიცებდა, რომ ფარულად უთვალთვალებდა სან-ფრანცისკოს პოლიციას, რომელიც მას ეძებდა. ზოდიაკომ ასევე დაიმუქრა, რომ სკოლის ავტობუსის საბურავს გახვერდა და ბავშვებს მოკლავდა, როდესაც ისინი ავტობუსიდან გადმოვიდოდნენ. თინეიჯერი მოწმეები პოლიციის მხატვარს დაეხმარნენ, შეექმნათ იმ მამაკაცის ესკიზი, რომელიც სტაინის ტაქსთან ნახეს. ორმა საპატრულო ოფიცერმა, რომლებმაც მოწმე შემთხვევის ადგილთან ახლოს დაკითხეს, ასევე დაეხმარნენ მხატვარს ეჭმიტანილის ფოტორობოტის შემუშავებაში. სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივები ბილ არმსტრონგი და დეივ ტოსჩი ამ საქმეზე დაინიშნენ. ტოსჩიმ საბოლოოდ მარტო მიმუშავა საქმეზე და 8 საარქივო მასალა შეავსო პოტენციური ეჭმიტანილებით. 1976 წელს დეტექტივმა Associated Press განუცხადა, რომ ზოდიაკოს წერილები ეგოს თამაში იყო. მას სჯეროდა, რომ მკვლელი სან-ფრანცისკოს ყურის არეალში ცხოვრობდა. ტოსჩი ასევე ამბობდა, რომ ის შაბათკვირის მკვლელია. რატომ არ შეუძლია მას ეს, ორშაბათიდან პარასკევამდე? მისი სამსახური სახლთან ახლოს ხომ არ აჩერებს მას? ფიქრობ, ის საკმაოდ ინტელექტუალურია და უკეთ განათლებული, ვიდრე ის, ვინც სიტყვებს არასწორად ასე ხშირად წერს თავის წერილებში. ზოდიაკოს საქმეზე დიდხნიანი მუშაობისას, ტოსჩიმ ბოლოს ანონიმური წერილების წერა დაიწყო, სადაც აქებდა საკუთარ საგამოძიებო მუშაობას ქრონიკელის მიმომხილველ არმისტედ მოპინთან. 2 წლის შემდეგ 1978 წელს ტოსჩი საქმეს ჩამოაშორეს და დააქვეითეს. 9 ნოემბერს ზოდიაკომ წერილი გაუგზავნა ქრონიკელს. ის იმუქრებოდა სკოლის ავტობუსის აფეთქებით და წერილსთან ბომბის დიაგრამაც დაურთო. ზოდიაკო ტრაბახობდა, რომ პოლიცია მას ვერასდროს დაიჭერდა, რადგან მე მათთვის ზედმეტად ჭკვიანი ვარ. ქრონიკელმა წერილიდან ამონარიდები 12 ნოემბერს გამოაქვეყნა. ლეიკ ჰერმან როუდზე მომხდარი მკვლელობებიდან 1 წლის შემდეგ 20 დეკემბერს ზოდიაკომ წერილი ისევ გაგზავნა. მან მასში მოკლული ტაქსის მძღოლის, პოლ სტაინის მაისურის კიდევ ერთი ნაჭერი ჩადო. ის ამბობდა, გთხოვთ, დამეხმარეთ, მე ვიხრჩობი, მე დიდხანს ვერ შევინარჩუნებ კონტროლს. 1970 წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ზოდიაკო კვლავ აგრძელებდა პოსტით ხელისუფლებასთან და პრესასთან კომუნიკაციას. სან-ფრანცისკო ქრონიკელისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც 20 აპრილით დათარიღებული საფოსტო მარკა ჰქონდა, მან დაწერა, ჩემი სახელია და შემდეგ ტირე. ტირეს კი მოჰყვებოდა 13 სიმბოლოიანი შიფრი, 13, რომელიც საბოლოოდ ვერ იქნა გაშიფრული. 2020 წლის 5 დეკემბერს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა ზოდიაკოს 4 კრიპტოგრამიდან ერთ-ერთი 308 გაშიფრა, რომელიც მან გაზეთ სან-ფრანცისკო ქრონიკელსის რედაქციას 55 წლის წინ მისწერა. ჯგუფში შედიოდნენ ამერიკელი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი დევიდ ორანჩაკი, ავსტრალიელი მათემატიკოსი სემ ბლეიკი და ბელგიელი პროგრამისტი ჯარლ ვანეიკე. ვანეიკეს მიერ შექმნილი პროგრამის EASY დეკრეპტის გამოყენებით გუნდმა შიფრის 650,000 შესაძლო ამონახსნი გაუშვა, სანამ პროგრამამ საუკეთესო შესაძლო დაშიფრის გასაღები არ მოიპოვა. მათ დაასკვნეს, რომ გაშიფრულ შეტყობინებაში ზოდიაკო წერდა. იმედი მაქვს, რომ ერთობით, როდესაც ჩემს დაჭერას ცდილობთ.
გაზის კამერის არ მეშინია, იმიტომ რომ ის 64-ში უფრო სწრაფად მომახვედრებს. ახლა საკმარისი რაოდენობის მონა მყავს, რათა ჩემ ნაცვლად იმუშაონ. ექსპერტთა ჯგუფმა თავისი დასკვნები, FBI-ის კრიპტოგრაფიისა და რეკეტის ჩანაწერების განყოფილებას წარუდგინა, რომელმაც მართალია დაშიფრა და ადასტურა, თუმცა თავის მხრივ დაასკვნა, რომ გაშიფრული შეტყობინება ზოდიაქოს ვინაობის შესახებ დამატებით მინიშნებებს არ იძლეოდა. 1974 წელს ზოდიაქომ თავის ბოლო დადასტურებულ წერილში 37 მკვლელობა აღიარა, მაგრამ გამოძიებამ მხოლოდ 7 დაადასტურა. სხვა მკვლელობები ეხება ზოდიაქოს მიერ ჩადენილი დადასტურებული მკვლელობების წლებს. 1964 წლის 5 თებერვალს ჯონი რეი სვინდლი და ჯოისენ სვინდლი, ორივე 19 წლის, ახალდაქორწინებული წყვილი ალაბამადან, რომლებიც კალიფორნიაში თაფლობის თვეზე იმყოფებოდნენ, დახვრიტეს სან-დიეგოში ოუშენ ბიჩზე სეირნობისას. სნაიპერმა 22 კალიბრის გრძელი შაშხანიდან მათ ხუთჯერ ესროლა ახლო მდებარე კლდიდან. შემდეგ კი მკვლელმა თითოეულ მათგანს ერთხელ ესროლა თავში, უკვე ახლო მანძილიდან. ზოდიაქოს მკვლელობების მსგავსად ჯონი ყურის უკანა მხარეს დაიჭრა. მრავალჯერადი ნატყვიარი ჭრილობის მიუხედავად, ის რამდენიმე საათი ცოცხალი იყო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯოისი კი სურგში მარცხენა ხელსა და თავში მიყენებული ჭრილობებისგან თითქმის მყისიერად მოკვდა. მკვლელმა წაიღო ჯოისის ყელსაბამი, ასევე ჯონის საფულე და თაიმექსის საათი. ჯონის დედამ თქვა, რომ არ შეეძლო წარმოედგინა, რომ მის შვილს ვინმე მტერი ჰყავდა. ჯონის და კი ვარაუდობდა, დამნაშავე შესაძლოა ზოდიაქო ყოფილიყო. სან-დიეგო რიდერსმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მკვლელობას შესაძლო კავშირი შეიძლება ქონოდა ცოტა ხნით ადრე ბერიესას ტბაზე, სანტა-ბარბარასა და ოუშენ ბიჩზე მომხდარ სხვა მსგავს მკვლელობებთან, სადაც სროლა ჯერ შორიდან, შემდეგ კი ახლოდან განხორციელდა. სან-დიეგო რიდერსის საფუძველს ისიც ამყარებდა, რომ ეს მკვლელობები წყლის ობიექტებთან ახლოს მოხდა და ყველა მათგანში გამოყენებული იყო რემინგტონ არმსის 550 მოდელის შაშხანა. მაგრამ პოლიციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ მკვლელობების ადგილზე აღმოჩენილი ტყვიების ბალისტიკა ერთმანეთს არ ემთხვეოდა. 1966 წლის 30 ოქტომბერს ჯერი ჯო ბეიტსი, 18 წლის სტუდენტი რივერსაიდიდან, მთელ საღამოს ქალაქის კოლეჯის კამპუსის ბიბლიოთეკის დანარჩი ატარებდა. სანამ ის 9 საათზე არ დაიხურა. ის ღამით შინ არ დაბრუნდა, მამამისმა პოლიციას მისი გაუჩინარების შესახებ შეატყობინა და ის მეორე, დილით 7-ის ნახევარზე გარდაცვლილი ნახეს. ის ბიბლიოთეკიდან მცირე მანძილზე იპოვეს, ორ მიტოვებულ შენობას შორის. ის სასტიკად ნაცემი და დანით მოკლული იყო. მისი Volkswagen-ის მანქანიდან ძრავის მავთულები იყო ამოღებული. თაიმექსის საათის გაგლეჯილი სამაჯურიც იქვე ეგდო. საათი კი 12:24-ზე იყო გაჩერებული, მაგრამ პოლიცია მიიჩნევს, რომ თავდასხმა ბევრ ადრე მოხდა. ერთი თვის შემდეგ 29 ნოემბერს იდენტური წერილები გაეგზავნა რივერსაიდის პოლიციას და გაზეთ Riverside Press Enterprise სათაურით აღიარება. ავტორმა ბეიტსის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო და დეტალები მიაწოდა, რომლებიც არ გამოქვეყნებულა. ავტორმა ისინი გააფრთხილა, რომ ბეიტსი არ არის პირველი და არც უკანასკნელი იქნება. 1966 წლის დეკემბერში რივერსაიდის კოლეჯში ბიბლიოთეკის მერხის ქვედა მხარეს ამოტვიფრული იყო შემზარავი ლექსი. სათაურით ცხოვრებით დაღლილი სიკვდილისთვის უნებლიე. ლექსის ენა და ხელწერა ზოდიაქოს წერილების მსგავსი იყო. ის ხელმოწერილი იყო, როგორც ვარაუდობდნენ, პატარა ასოებით. 1970 წლის გამოძიების დროს შერვუდ მორილმა, კალიფორნიის წამყვანმა, საეჭვო დოკუმენტების ექსპერტმა, გამოთქვა აზრი, რომ ლექსი შეიძლება ზოდიაქოს მიერ ყოფილიყო დაწერილი. 1971 წლის 13 მარტს პოლიციისთვის გაგზავნილი წერილებიდან 5 თვის შემდეგ, რომელიც ზოდიაქოს ბეიტსის მკვლელობასთან აკავშირებდა, ზოდიაქომ წერილი უკვე ლოს-ანჯელეს ტაიმსს გაუგზავნა. წერილში ის პოლიციას მიმართავდა და ამბობდა, რომ ისინი მხოლოდ მარტივებს პოულობენ. ბეიტსსა და ზოდიაქოს შორის კავშირი ზოგადად გაურკვეველი რჩება. 1970 წლის 21 თებერვალს ჯონ ფრანკლინ ჯუდი და მისი საცოლე სანდრა გარსია ეწვივნენ სანაპირო ისტ ბიჩს სანტა-ბარბარაში. წყვილმა სანტა-ბარბარას სახლი საღამოს 6 საათზე დატოვა.
მეორე დღის დილით მათი სრულად ჩაცმული სხეულები საბნის ქვეშ აღმოაჩინეს. ჯგუფს 11ჯერ დაარტყა სტანით, ძირითადად სახესა და ზურგში. გარსიამ კი სასტიკი თავდასხმის ძირითადი დარტყმა მიიღო, რის გამოც ის თითქმის ამოუცნობი გახდა. მკვლელობისთვის გამოყენებული ძვლის სახელურიანიდან ნაწილობრივ ქვიშაში იყო ჩაფრული საბნის ქვეშ. არ აღინიშნებოდა სექსუალური შემხებლობა და ძარცვაც გამოირიცხა. 1970 წლის 22 მარტის ღამეს 22 წლის კეტლინ ჯონსი პეტალომასკენ მიდიოდა თავის 10 თვის ქალიშვილთან ერთად. ჯონსი ამ დროს 7 თვის ორსული იყო. ის სან ბერნარდინოდან საღამოს 5:30-ზე გამოვიდა. ღამის 12:30-ზე ჰაივეი 132-ზე, პატერსონის მახლობლად, მის უკან მყოფმა მანქანამ მას შუქები აუციმციმა. მამაკაცი მის გვერდით გაჩერდა და დანიშნულების ადგილამდე მიყვანაში დაარწმუნა. კეტრინ ჯონსმა მოგვიანებით დეტექტივ უთხრა, რომ მამაკაცმა შესთავაზა მას გასამართ სადგურზე მიყვანა, რომელიც გზის პირას მოჩანდა. კეტრინმა მძღოლს ჰკითხა, ყოველთვის ეხმარებოდა თუ არა უცხო ადამიანებს ასე. მან უპასუხა, სანამ მე მათთან დავასრულებ, მათ ჩემი დახმარება აღარ დასჭირდებათ. ის გასამართ სადგურს გასცდა და ჯონსი 2 საათის განმავლობაში ტყვედ ჰყავდა. ის გამუდმებით ეუბნებოდა, შენ იცი რომ მე შენ მოგკლავ. როდესაც ის მოულოდნელად გაჩერდა, ჯონსი ბავშვით ხელში მანქანიდან გადმოხტა და სარწყავ თხრილში დაიმალა. მამაკაცი მას ფანვით ეძებდა, სანამ არ წავიდა. მოგვიანებით გამლელმა ფერმერმა კეტრინ ჯონსი პატერსონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა. ჯონსის გამტაცებლის მანქანა კი ჰაივეი 132-ზე ცეცხლმოკიდებული იპოვეს. რამდენიმე თვის შემდეგ ზოდიაკომ ეს გატაცება სან-ფრანცისკო ქრონიკისთვის გაგზავნილ წერილში მოიხსენია. 1970 წლის 19 ივნისის დილით დაახლოებით 6:25 წუთზე სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტის სერჟანტ რიჩარდ ფილიპ რადეტიჩს 38 კალიბრის რევოლვერით სამჯერ ესროლეს. ის ჰაით ეშბერიში პარკირების ჯარიმას აფორმებდა. საპატრულო მანქანაში მყოფ სერჟანტს მკვლელმა ცეცხლი მძღოლის მხრიდან გაუხსნა. სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტმა ამის შემდეგ თითოეულ საპატრულო მანქანაში 2 ოფიცრის განთავსება დაიწყო. ამ ამბიდან 1 კვირის შემდეგ ზოდიაკომ განაცხადა, რომ მან ესროლა მამაკაცს გაჩერებულ მანქანაში 38 კალიბრის იარაღით. პოლიციამ ვერასოდეს იპოვა პირდაპირ მტკიცებულება, რომ ზოდიაკომ მოკლა რადეტიჩი. მიუხედავად ზოდიაკოს ვინაობის შესახებ მრავალი თეორიისა, ერთადერთი მამაკაცი, რომელიც პოლიციამ ოდესმე ეჭვმიტანილად დაასახელა, არის ართურ ლი ალენი, დაწყებითი სკოლის ყოფილი მასწავლებელი და ნასამართლების სექსუალური მოძალადე, რომელიც 1992 წელს გარდაიცვალა. ალენმა უარყო, რომ ის იყო ზოდიაკო. ის პოლიციამ გამოძიების ადრეული დღეებიდანვე დაკითხა და 20 წლის განმავლობაში რამდენიმე საძიებო ორდერით სარგებლობდა. ამერიკელმა კრიმინალური ჟანრის მწერალმა და კარიკატურისტმა 1986 წელს გამოცემული წიგნის ზოდიაკოს ავტორმა რობერტ გრეისმიტმა 2007 წელს თქვა, რომ რამდენიმე დეტექტივმა ალენი ყველაზე სავარაუდო ეჭვმიტანილად აღწერა. 2010 წელს კი ზოდიაკოს საქმის ყოფილმა დეტექტივმა ტოსჩიმ განაცხადა, რომ ართურ ლი ალენის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება საბოლოოდ უარყოფითი აღმოჩნდა. პროფესიონალი ან მოყვარული გამომძიებლების მიერ მიჩნეული სხვა ეჭვმიტანილები კი არიან ელვან ბესტუმცროსი, გარი ფრენსის პოსტი, ჯუზეპე ბევილაკვა, ლორენს კეინი, პოლ დორი, რიჩარდ გაიკოვსკი და რიჩარდ მარშალი. სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტმა 2004 წელს საქმე არააქტიურად გამოაცხადა, მაგრამ 2007 წელს ხელახლა გახსნა. საქმე ასევე იარჩება კალიფორნიის იუსტიციის დეპარტამენტში, გამოძიების ფედერალურ ბიუროში, ქალაქ ვალიეხოსა და ნაპა-სოლანოს ოლქებში. ზოდიაკოს მკვლელის იდენტობა კვლავ გაურკვეველი რჩება. რას ფიქრობთ, თქვენი აზრით, ვინ შეიძლება ყოფილიყო სერიული მკვლელი ზოდიაკო? დაწერეთ კომენტარში. თუ მოგეწონათ ვიდეოს და ლაიქება არ დაგავიწყდეთ. მეტი მსგავსი ვიდეოსთვის კი გამოიწერეთ არხი.